რამე მშვიდობის, თქვენთვის დილა მშვიდობისა იქნება ეს ვლოგი. მორჩი ნიგზის დამუშავება კაი. მე იცი შემოვეტიო 11 საათია. ნინო დაწვა. მეცა შუქიავანთო. მასტერშეფს ვუყურებ. აუ ეხლა უნდა გატიროთ. აქ ნახეთ რა ხდება. საშინელება. მოკლედ. ხვალ მუშაობ. ამიტომ დამრჩა გასაკეთებელი რაღაცეები, ისევ ამ ფორმით ვარ ჯერ მოუწესრიგებელი. ბადრიჯანი უკვე შესაწყვილად მზად არის, ტოლმა გამზადებულია, ხაშლამა მზად არის. კურდღელს ლაშა მიხედავს ხვალ, კურდღელი და თევზი ლაშასია ხვალ. ეს მზად მაქვს იმისი რა ქვია გას. გოზინაყისთვის მზად მაქვს. და ეს არის რომელიც უნდა იყოს საკმაოდ ბევრია სხვათა შორის შეხედეთ, აი, ეს არის. უნდა იყოს ბაჟეს და უნდა იყოს ბადრიჯანს. ეს ჩემი დედალმამლები. ეს არის მამალა, როკიო და ეს გახსოვთ ალბათ ეს დედალა. ეხლა ამას დავჭრი. დავაბინავებ. და თან პარალელურად შიგადაშიგ შემოგეხმიანებით, რომ არ ჩამეძინოს. რადგან და ამეების მოწესრიგებაც მოვასწრო, რომ ხვალე რომ მოვალ მარტო დამრჩეს სუფრა გასაშლელი. მოკლედ, დავიწყოთ. შიგადაშიგ, აი, დრო ჩამოვიჯდები შესვენებისას, ან ბადრიჯნის შეხვევისას, რაღაცის დროს მოვალ რა. დავით ჯერს გადავყავთ. ამას ფეჩი ჩავყავთ. გამარჯობათ, თვარეული მომესალმებათ. 1-2 წუთი დაჯდომის დრო მაქვს და დავიწყოთ. გავაკეთოთ. თითქოს ცოტა იყო ბადრიჯანი, მაგრამ ბლომად გამოვიდა რა. ესე ვიზა, ეს ჩემია. ესეც მზად მაქვს, სადაც უნდა ჩავაბინავო. თეთრი გაბიტკინებული ქვაბი, ესე იგი. მე თუ დავიფოთლე, მე თუ რამე მომივიდა, იცით თავი ბოლოში წაუსვა. მე თუ დამაყარა, იქნება ამისი ბრალი, რომ ყველაფერი გავსინჯი. ანუ დღეს არაფერი საჭმელი ესე ოფიციალურად არ ბიჭამია. იმიტომ რომ ყველაფერი გავსინჯე. ხო, ვისაც არ შეუძლია იმის ყურება, რომ ხელით ვაკეთებ ამ ყველაფერს, მინდა დაგამშვიდოთ, რომ დაბანილი მაქვს. კოვზით ვერ ვაკეთებ, სულ რომ წიხლით ამცემო რა. ზოგადად ვერც ხელთათმას ვერ ავხმარობ, სულ რომ წიხლით ამცემო და ასე შემდეგ. გეფიცები დავიბანე, ხა ძალიან არ გაიგოთ დავიბანე თუ არა, მაგრამ მაინც. გულიანად ჩავდოთ, ბლომად გვაქვს, შეიძლება დაგვრჩეს კიდეც. ეხლა რა მაქვს გეგმაში? ეხლა ვფიქრობ გავაკეთო საცივი ჯერ თუ გოზინაყი, საცივი თუ გოზინაყი. სავარაუდოდ გავაკეთებ საცივს. ანუ აი ესეთი საჩალიჩო რაღაცეები მოვჩე რა. ეხლა ბროწეულიც მქონდა რა და ისა. სამებსაც დოქტორზე მოდა. რაღა დაგიმალოთ და დამავიწყდა რა დამეზარა და ლაშა რომ მეთქვის რა თქო უყავი მეთქი უი დამავიწყდა. უი. რა პრობლემა. თუ არა და კაცო ისა, ხვალე გავარჩევ ერთი და სუფრაზე მიტანის წინ დავაყრი ზემოდან რა პრობლემა. აჰა, გამოსავალი მოჩა. ვეთარ.
იმედია ჩაეტევა და ისეთი ქვაბი გამოვიღე, რომ დავაფარო მეთქი კარგად გერმენტულად და შევდო მათ სივარში. ეხა ეს ტოლმები და რაღაცები ავიღო და ყველაფერი მათ სივარში დავაბინაო. ტოლმის ქვაბი აქ არ შეეტევა და არც ხაშლამის იქით მათ სივარში უნდა წავიღო. თან უნდა ავარიდო ეგ რომ ხვალე ახალ წელს თუ ძველ ახალ წელს იყოს რა, თორე რომ მოვალე კაღატა ხდება. ნინო გაუსინჯა უკვე გემო. გემრიელიაო. ხო და წეღარ მაღლავიყავი კაკალი რო ავიტანე და სამტრევად თან მასტერშეფს უყურებდით და ივანემ დაბლა საჭმელი რა არისო წავედიო და მეუთხარი საჭმელი ბევრი რაღაც ალაგია, მაგრამ მარტო соуზი უნდა ჭამო მეუთხარი, იქ ტოლმის ქვაბი დაგხვდება, ხაშლავისა დაგხვდება და ღერთი არ გაგიწყდეს არახადო. არახადო ხვალე ხალხს მეთქი რაღაცა მხარშული კარტოფილი არ ვაჭამო და რაღაცა ეგეთი. აი ერთი პარტია ბლინჩიკი შევინახე 36 მეტრალი ბლინჩიკი იმაში ეტევა და იმიტომ ვიცი რაოდენობრივად და დაახლოებით 1.15-მდეა ბლინჩიკი და ხვალე შევწვა დილით სანამ წავალ, იმიტომ რომ რამდენიმე სამსახურში წავიღებ დილით ვჭამთ ხოლმე საჭმელს და მემართ აი ნიგუზიანებმა უარესი მიყო ეხა კაი ბორჯომი კაი იქნებოდა ნაბეღლავი, მაგრამ ხვალ უნდა მოიტანოს მაშინ. ხო კიდევ ვფიქრობ რა წავიღო ხვალე მეთქი საჭმელი რა, ანუ ყველას რაღაცები მიგვაქვს და თან მაინც რაღაცებს რომ ამზადებ მეთქი წავიღებ. ბლინჩიკს წავიღებ, თუ ერთ ორცალს აღას წავიღებ, ერთ ორცალს. ეს რატო გამიხა? რა უშორესი. დავაკერებ. ამას წავიღებ. ეხლა არ ვიცი რამდენიმე კვერცხიც ხوار გავაკეთო მეთქი, ანუ კვერცხს ხوارშავ, მერე შუაში ჭრი, გულს ვიღებ, ვანელებ გულს, ისე ვუდებ შიგნით და მაიონეზში ვაბრძანებ. ცუდი საჭმელი არ არის, ნამდვილად გემრიელი საჭმელი, არანაირად გადავკეცო ეს იყოს. ხო და ეგ ხوار ვქნა მეთქი რომ ეგერთი ისიც მეთქი, მაგრამ აღარ მახსოვს რაოდენობა კვერცხისა იქ არის ხალხო. ან შეიძლება ისა უბრალოდ საქმეს ვირთულებ 12 საათი დაიწყო. შეიძლება არ იყიდეც, არ ვიცი. ესეც ესე. აი მეზეთ დავიგდე ხალათი არ ინახვის ხალხო. ჯერ ისედაც ხვარი რა ხოვდა და მე მეგონი ამაღამ გარეთ დავიძინებ ტახტზე უფრო კარგად დავისვენებ. ეგევე ტანსაცმლით თან დავიბანავებ ესა. პეჩთან კაი იქნება ეგრევე გავიტურნები. ესეც ესე. ეხლა ვერ ავთავ ტელეფონს, რომ დიდი ხანი არ მინდა თქვენც მოგაწყინოთ და ვერ ავთავ ტელეფონს, მოზუნზლული ხელები მაქვს. ესეც დავავთავთ ბოლო, ხელებს დავაბა და გაგთიშოთ და მე კიდე შემოგიერთდებით. აი აქ მიდევს დაჭრილი დედალა. აი ესე. ცოტა დამრჩა და რა ვიცი, რაღაცას ვიზავ რა. მე წამხელებს გადავივლებ და საცივია ეგ. გადავწყვეტე დაფაში გავაკეთო კოზინარი. თუ რა ადვილი გასარიცხე და თან ცოტას ვაკეთებ. გაზი ისე ვიზეთ მდგომარეობაშია. 2:25 წუთი და სიცახი. კოზინა ყიყა დამრჩა. ყველაფერი მოვჭი, საცივი მოვჭი, ბადრიჯანი მოვჭი. ყველაფერი მოვჭი. ეხა უცბად ხელს შევავლებ და ვწვევი. საცივი გავაკეთე პირველად ცხოვრებაში და გემრიელესი გამოვიდა და კი Google-ის რეცეპტი გავაკეთე. ყველაზე ადვილად და მართლა გემრიელი გამოვიდა.
ნიკოზე არ მომიხალია, იმიტომ რომ მეზარებოდა. ნენელა ბატარია მიჭდება. დაშკარად უნდა დავიცინო. ოღონდ გოზინა მემოჩი. ჭუჭებ დავიწყო და გაზი გავხეხო. და მეგონი მამალი ციყივლებს. გოზინა შევინახე აქ. ვიცა. რა გამოკეთე? გაგრილდეს. გავიტანე აბსოლუტურად ყველაფერი მაცივარში იქით. ჭურჭელი ამაკ, აი ეს ცოტა რაოდენობა არ არის ბევრი, ამას დავაბინავებ და ისე გავრეცხავ და გაზი უნდა გავხეხო აუცილებლად. უცბად გამოგვი და გამოვწმინდა. ეხლა გოზინახს დავჭრი და ამან ყველაფერს დაახლოებით დასჭირდება ყველაფერთან ერთად 9 საათი და დამთავრებული მექნება. ოღონდ ეხლა რას ვფიქრობ, იცი? ამავიღე ცოტა ბაჟი. საცივიდან ანუ რა ის? ძალიან მაგარია. უნდა განახოთ აი რა ვიცი, დედაც მოსწავს. ანუ სპეციალურად მეტი გავაკეთე სამსახურისთვის მინდა. და ვფიქრობ, რომ 5 კვერცხს მოვხარშავ. გავჭრი შუაში და ბაჟეში ჩავალაგებ და ისე წავიღებ. მიყვარს ეს რაღაცები. ხოდა ხა მაგას ვფიქრობ, ხვალე ვქნა ეგ თუ ეხლა და არ ვიცი, ნახოთ რა, ანუ რომელ ეტაპზეც იმას ვიზავთ. ვაშენ სახატოს რო გავაკეთე გოზინა, არ გამომივიდა რა, ვიჩქარე ძალიან, რა ვიცი, ამაზე ძალიან რა ვიჩქარებოდა, არ ვიცი, მაგრამ თუ არ დამავიწყდება, ხვალე ესეც უნდა წავიღო. არ არის კარგი გაგრილებული. ეს კაი გრილი დაიჭრას. რაც რო გაციებული არ იყოს, ახლა ესე იყოს. ესე ჩავჭერი და დანარჩე სხვა დავჭერი. თავარი ეგე ჩავჭერი. ესეც ესე. ამას აკრავ ყოი კარსად არ უნდა, კარსად ხელს არ მიშლის. ამასობაში დამცხახ. ის ნედა დავიცი. შუაღამისად აწყდება ხო. ეხა იცი რა მინდა? ვინმე თუ იცნობს. კაი მეკისეს. კაი მეკისეს თუ იცნობს ვინმე მითხარით. ეს გავრეცხოთ ახლა, გაზი გავხეხოთ და წავიდეთ ადამიანებივით. ხვალე მინდა რომ კარტოფილი შევწვა. დილით სანამ წავალ. რადგან 7:30-ზე უნდა ავდგე, სავარაუდოდ მოვასწრებ და ხვალე ვიზავ რა. კაი? კაი. ეხლა გავხეხა მოვაწესრიგებ და ვით. წავედით. ბავშვობაში მარიო ხო გითამაშიათ რაღაცა ეგეთი ტურიდან ტურში რო გადადიხარ და ეგეთი რაღაცები ხო იცით ხო? ხო და ეხლა მე აი მარიოში კიდე მარიოს ვიტყვი. რაღაცა ტურებია და მე დრაკონს რო უნდა შეებრძოლო ხო იცით რომ თლათ რაღაცა ანუ ბოლო ეტაპია უკვე დრაკონისა და მაგასაც რომ მოკრავ всё. ხო და ეხლა დაახლოებით მაგამ ბავშვი ვარ, ყველა ტური გავიარე, ყველა ტური. ერთი ტური დამრჩა. ეგ ტური უნდა განახოთ. ეს ტური. აი იქ სადღაცას დრაკონია. ხო.
მაგრამ სხვა გზა არ აქვს, უნდა ეს ტურიც გადავლახოთ რამენაირად. როგორ არ ვიცი, მაგრამ იცი რა მაინტერესებს. ახლა მაინტერესებს ან ახლა წარმოვიდგინე უბრალოდ რომ სადღაც ორ კვირაში მესამე ახალი წელია. ხოდა რომ წარმოვიდგინე გამაჟრიალა. ორჩი ხალხ. დავთვალე ხალხ. არ ვიცი რამდენად არ დავყოლილი ვარ. ანუ ნახე ხო დავყოლილი ვარ რა. უნდა მეთქვა ხარ ვარ რომ დავჯდები მეთქი მე უფრო ვიგრძნობ დაღლას, მაგრამ ვიჭექი არ დავყოლილი. არაფერი ისეთი დოპინგი არ მიმიღია. ხოდა ხოფი დაძინებას აქ აზრი. ხო, კაი, ფილმი ჩავთარ ახლა. თუ იმას ვფიქრობ, რომ კარტოფილი გავთალო ხვალე დილისთვის. ასე ვთქვით. არა ხვალე მუშაობა ხოლმე და ხალხობით. რა ვქნა? არა და არ მეძინება, მართლა არ მეძინება. რა შემოვიდა და საცივ გააკეთე მეთქი. ბადრიჯანიცო? კი მეთქი. ხაშლამაც მოხარშიო? კი მეთქი. ტორმოცო? კი მეთქი. ბლინჩიკიცო? კი მეთქი. აბარა დარჩა. თევზი და კურთხევი მოთხარ ხვალ შემიშეთო. ხოდა ორი წამი და დაიცი. ჯანი დაგეწოდა. კაცების სიცინა. ერთმანეთ აღირს გასწრო უყურებ. ვიფიქრე რომ ხსნარს ავიხმარ მეთქი რომ ის ძლიერი ხსნარია, მაგრამ შანსი არ იყო მაგის გარეშე ვერ მოვირებოდი. მორჩით. კაცო. დადიქი. აი მოყავს შუაღამისას რო ხმობ. Absolut. Yes, გავედით ბოლოში. ყველაფერი დაბინავებულია. ყველაფერი, აბსოლუტურად. კოზინა ყავს. იმედია შეკრულია. რა შეკრული ჩა. კუტრელ და თევზია რა ცხვალის. ამას ხვალ დილაზე დავაბინავებ. წკრიალებს ყველაფერი, ესეც რა ლამაზია. რასაც აი სუზეთიანი ვარ. რასაც ჩემზე ვერ ვიტყვით.
წავიდი ხელპით მე დავიბანო. მოვტყუდი. მე შუადღით არ უნდა გამებანა. მაგრამ ერთი მხრივ არ ვდარდობ, რატო იცი? იმიტომ რომ ხვალები ვარ თევზებში. თავიანს, კუმბრიას უნდა ვებრძოლო. იმისთან ვიქნები, ეს მონაგონი იქნება. და რადგან არ მიდივარ მარშრუტკიდან, მივდივართ მე, ჩემი რძალი და ჩემი ძმა, მანქანით. აი ესეთი წავალ. არა ეხლა ცოტა წავალ, მოვიბან თავპირს. ადამიანს რო გავდე, იმიტომ რომ მესამე კვირა სამსახურში არ ყოფილი ვარ და იქ ხალხი რომ ნახავს, რას გავხარ, ვარ მითხრა. მოკლედ ეხლა წავალ, ცოტა ხანი წაუძინებ, 7:30-ზე დარეკავს ბუძელნიკი და ხვალის საქმეა რა? წვავ კარტოფილს, წვავ ბლინჩიკს, რაღაცებსაც გავაკეთებ, გამახსენდება, რომ ხვალე ბავშვმა ჭამონ. იმიტომ რომ ტოლმას აღამოსია. გადამეც. წავედი დაგემშვიდობებით. არ ვიცი როგორ ჩავწერ და რანაირად მოვახერხებ ამის მერე ვიდეოს, ანუ ვიდეოს შემდეგ ვიდეოს, მაგრამ მოლოცვის გარეშე ხო იცით რო არ იქნება. ასე რომ დროებით დაგემშვიდობებით. აბაიდაბა. წავედი. შუქიჩოქ. დავიცინოთ. გავიდე დღეს კუხნაში ვიცხოვრე. ხალხო კუხნაში ვიცხოვრე დღეს. აღარ დამინდა არაფერი აღარ. აბაი, დროებით.